კოლეგებო, მოგესალმებით, კვორუმი არის, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს ხდომა. ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს შეეხება დადგენილების პროექტი ჰერალდიკის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საფუძველი საკითხთა წესების კომიტეტს გადაეცემა. ასევე თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილების პაკეტი. რა ცვლილება რა კარწერია და ანუ გადაგვაქვს რა ცვლილების გადატანა. როგორც იცით, დღეს მაშინ ამის უწყვეტ დღეს 10 მარტი არის, თქვენ იცით რომ საქართველოს პარლამენტის თან არსებული ორი დაწესებულება ჰერალდიკის არა, თამბაქოს კონტროლზე ვკითხულობ. მაშინ იმაზე ვიტყვი, კარგი, ხან დავიწყე. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ჩამოყალიბდა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი ჩვენს მიერ მიღებული ცვლილებებით და იმოქმედებს მთავრობის პრემიერ-მინისტრის კოორდინაციის ქვეშ, ასევე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ასევე ჩამოყალიბდა დღეიდან უკვე არსებობს როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა და კულტურის სამინისტროს ეგიდით იმუშავებს. ჩვენ ვიტყვი რომ წლების განმავლობაში ეს ორი ორგანიზაცია როგორც ეროვნული ბიბლიოთეკა, ისე ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო იყო პარლამენტთან არსებული დაწესებულება. ნაყოფიერად მუშაობდით, მინდა მადლობა გადაუხადო მათ ხელმძღვანელობას, მათ თანამშრომლებს, რომლებიც წლების განმავლობაში პარლამენტის ნაწილი იყვნენ. მათ შორის ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო მათთვის ხელშეწყობა ეროვნული ბიბლიოთეკის ორივე შემთხვევაში იმ 3 წლის განმავლობაში, რაც მე პარლამენტის თავმჯდომარე ვარ, ყველგან ბიუჯეტი გაიზარდა, ეროვნული ბიბლიოთეკის ბიუჯეტი თუ არ ვცდები 10 მილიონამდე 25 მილიონამდე გაიზარდა, თუ სწორედ მახსოვს, ან მნიშვნელოვანი ზრდა იყო. მათ შორის ინფრასტრუქტურა სერიოზულად გაუმჯობესდა, სპეციალური სისტემები ვენტილაციის დაყენდა და სპეციალური კორპუსები, ასე ვთქვათ, გარემონტდა, იმისთვის რომ წიგნსაცავი შესაბამისად ფუნქციონირებდეს. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის რარიტეტული წიგნების შეძენა, მათ შორის ქართული ძველი გამოცემების მიგნება და შეძენა. ბევრ საკითხთან დაკავშირებით ძალიან წარმატებული და ჩემთვისაც სასიამოვნო იყო ამ სფეროში ჩართულობა, ისევე როგორც ჰერალდიკის საკითხებში ჩართულობა და ორივე დაწესებულებას უსურვებ წარმატებას. ახლა უკვე ისინი აქვთ განსაკუთრებული სტატუსი, ამაღლებული სტატუსი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, დამოუკიდებელი იურიდიული სტატუსი აქვთ. ეს ახალ შესაძლებლობას არჩევს ორივე ორგანიზაციისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ აქედან გამომდინარე ახალი პერსპექტივების შესაძლებლობები და ახალი მიღწევები ექნება ორივე დაწესებულებას. რაც შეეხება შემდეგ კანონს თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით, აქ არის ინიციატორები ბადონშოთ თამბაქოს ნაწილში საქმე ვადის გადაწევას ლიცენზირების ნაწილში იყო შევიდა ძალაში და პროცედურები არ არის ჯერ დადგენილი ზუსტად და გთხოვეს რომ შესაბამისად ვადის გადაწევა წლის ბოლომდე რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ. აი რა გავლენას მოახდენს ვაზეს ამე ან ბიუჯეტზე ან რაღაც საერთოდ რა ხდება აი კარგად არ მესმის და წარმოება არსებობს, ამ წარმოებაზე არავითარი ცვლილებები არ არის, უბრალოდ რომ ერთი წარმოება სულდა ლიცენზია რომ უნდა აეღოთ და ვერ იღებს ლიცენზიას გამომდინარე იქიდან რომ პროცედურულად დადგენილი არ არის როგორ უნდა გახორციელდეს. კი ბატონო. აქ და უფრო დეტალურად მოგაწოდებთ ინფორმაციას. კი ბატონო. დარგობრივი ეკონომიკა წამყვანი ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა სავალდებულო გამარტივებული წესით განხილვის მოთხოვნაა და გთხოვთ ამაზე მიიღოთ გადაწყვეტილება თარიღის ცვლილებიდან გამომდინარე. ბატონო, გამარტივებული წესით არის და გთხოვთ ამაზე გადაწყვეტილებას. მადლობა. შემდეგი კანონის პროექტი ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში. ბატონო, შემდეგი პანოს რეგლამენტის ცვლილება. საპროცედურო საკითხთა კომიტეტს აქ დაჩქარებული მოთხოვნა და გთხოვთ იქ შეეთარნიშნოს. აქაც დაჩქარებულზე გთხოვთ არ დაჭერას, მადლობა. მეწამეთა შესახებ კანონის ცვლილება. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს აქაც გამარტივებულია თარიღის კორექტირება და გთხოვთ. ბატონო, გთხოვთ აქაც არ დაჭერას, მადლობა. სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება.
იურიდიული წამყვანი ადამიანის უფლებათა და ჯანდაცვის კომიტეტის სავალდებულო დასკვნისთვის. კი ბატონო, შემდეგი ადმინისტრაციულ სამართალთა კოდექსის ცვლილება. იურიდიული წამყვანი დარგობრივი და საფინანსო საბიუჯეტო სავალდებულო დასკვნისთვის დაჩქარებული წასით განხილვა მოთხოვნილი და გთხოვთ ამაზეც ბატონო, შემდეგი საქართველოს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკ შორის სასწავლო შეთანხმების შესახებ თბილისის მეტროს მოდერნიზაციასთან დაკავშირებით. საფინანსო საბიუჯეტო წამყვანი დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა სავალდებულო დასკვნისთვის. ბატონო და საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკ შორის ფინანსური ხელშეკრულების საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის წამყვანი საგარეო ურთიერთობათა და ჯანმრთელობის დაცვის სავალდებულო დასკვნისთვის. კი ბატონო, რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, გვაქვს თავდაცვის უშუალოების კომიტეტის ანგარიში 2020 წლის საქმიანობის ანგარიში. შემდეგი საკითხი არის ქართული ოცნების ფრაქციის მომართვა გიორგი ბარვენაშვილის საფინანსო კომიტეტში გაწევრიანების შესახებ. შემდეგი დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ენუქიძის არჩევასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ასევე ცნობად ვიღებ საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს ვიზიტთან დაკავშირებით. ასევე ინფორმაცია ბრიუსელში ხელმოწერილი საქართველოს თავრობის და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციებს შორის გაცვლილი კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია. შემდეგი გახლავთ საქართველოს მოქალაქის საკანონმდებლო წინადადება, რომელიც უკავშირდება ქონების გადასახადებს და გადაეცემა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს. ასევე საკანონმდებლო წინადადება სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიურ სტიპენდიების შესახებ განსაზღვრავებასთან დაკავშირებით გადაეცემა ჯანდაცვის კომიტეტს. ასევე საკანონმდებლო წინადადება სასამართლოებთან დაკავშირებით გადაეცემა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. და არის ასევე პეტიცია 300 მოქალაქის, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლის მოთხოვნის შესახებ ხელმოწერის ნამდვილობისთვის გადაეცემა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. და ბოლო საკითხი გახლავთ ინფორმაცია ლობისტის მხრიდან გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით. ესეთი ინფორმაცია. სხვა საკითხები თუ არ არის, პიროს ხმა დახურა.